ამ ვიდეოში გაჩვენებთ კიდევ ერთ საინტერესო შეკვეთას. პარალელურად კი ვისაუბროთ სუნამოებთან და პარფიუმერებთან დაკავშირებულ თემებზე. ალბათ ხშირად მოგწონებიათ ესა თუ ის არომატი. თქვენს გონებაში კი რჩება როგორც კონკრეტული ბრენდის, ასევე სუნამოს სახელით. მაგრამ იშვიათად თუ გვახსოვს ან ვიცით რეალურად ვინ ქმნის და დგას ამ ყველაფრის უკან. ნიშ პარფიუმერიაში განსაკუთრებულად არის გამოკვეთილი პარფიუმერების შესაძლებლობები, ფანტაზია, ხედვა და სამყაროს აღქმა სხვადასხვა სურნელებით. ვეცდებით მცირე აღწერა შემოგთავაზოთ სხვადასხვა ცნობილი სუნამოს შემქმნელებზე. თომას კოსმალა, ახალგაზრდა პარფიუმერი, რომელმაც საკუთარი ბრენდი დააარსა 2014 წელს. მას შემდეგ კი ქმნის გამორჩეულ, საინტერესო არომატებს. მის შემოქმედებაში ყველაზე ცნობილი არომატი სწორედ ეს არის, რომელსაც მეისონ ფრენსის ქურჯიანის ბაკარარო 540-ს ამსგავსებენ. როჟა დავი, ბრიტანელი პარფიუმერი, რომელმაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სუნამოს სახლი შექმნა. როჟა პარფიუმს ფართოდ არის აღიარებული როგორც მსოფლიოში ყველაზე მდიდრული სუნამოების სახლი. იგი ცნობილია მხოლოდ საუკეთესო ხარისხის მასალებთან მუშაობით. ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მოდის სახლის ლუი ვიტონის ოსტატი პარფიუმერია ჟაკ კავალიე ბელეტრუდი, რომელიც ქმნის ენით აღუწერელ პარფიუმერულ ხელოვნებას. შექმნილი აქვს ასობით არომატი, ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის, როგორებიც არის კრისტიან დიორი, ჟივენში, ისიმიაკი, ივ სენ ლორენი, ლანკომი და სხვა. მარკ ანტუან ბაროა. ამ ბრენდის უკან დგას ცნობილი პარფიუმერი კვენტინ ბიში, რომელიც მუშაობდა სუნამოების ინდუსტრიის ყველაზე დიდ სახლებთან. მათ შორის კაროლინა ჰერერა, მიულერი, ჟან პოლ გოცი, ამუაჟი, პარფიუმს დემალი, ექს ნიჰილიო, ესენშიალ პარფიუმსი და სხვა. ის დაიბადა სტრასბურგში და დაამთავრა გივაუდანის პარფიუმერიის სკოლა. ცნობილია აკორდების თამამი და კრეატიული გამოყენებით და მისი სტილის ადაპტირების უნარით იმ ბრენდისთვის, რომელთანაც მუშაობს. მას უწოდეს ვარსკვლავური პარფიუმერი. რაც შეეხება ორთო პარის, ამ ბრენდის მსხვილი და დამაარსებელი არის იტალიელი პარფიუმერი ალესანდრო გალტიერი, რომელიც ცნობილია სუნამოების შექმნის ავანგარდული მიდგომით. ის რაც გალტიერს გამოარჩევს სხვა პარფიუმერებისგან არის მისი უარი სუნამოების ინგრედიენტების სიების გამოქვეყნებაზე. ასევე მისი დაარსებულია ყველასთვის ცნობილი ბრენდი ნასომატო, რაც გიჟურ ცხვირს ნიშნავს. პარფიუმერიაში ნიშ მიმდინარეობა გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩნდება, თუმცა არავის წარმოედგინა, რომ მცირერიცხოვან აუდიტორიაზე გათვლილი სეგმენტი ამხელა ინდუსტრიად გადაიქცეოდა. სერჟ ლუტენსი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც პარფიუმერულ ბაზარზე ნიშ მიმართულებით გამოჩნდა. მას უბრალოდ ნიჭისა და შესაძლებლობების ფარგლებში სურდა გამოეხატა და გადმოეცა ემოციები თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე. კონკრეტულად ამ სუნამოს ცხვირი კი კრისტოფერ შელდრეიკია, რომელსაც ყველაზე მჭიდრო თანამშრომლობა სწორედ სერჟ ლუტენსთან აკავშირებს. ელიენორ მასენე, უფროსი პარფიუმერი, წარმოშობით უნგრელი. მისი შემოქმედება სამჯერ დაჯილდოვდა Fragrance Foundation award-ის მიერ. იგი მუშაობდა სუნამოებზე მრავალი ბრენდისთვის, მათ შორის როგორებიცაა ფლორაიკუ, პენჰალიგონი, ფრაპინი, მარჯიელა, მემო პარისი, კელვინ კლეინი, ქლოე და სხვა. 2007 წელს Tom Ford Beauty-მ წარადგინა სუნამოების Private Blend კოლექცია, რომელიც ასახავდა უფრო ექსპერიმენტულ და ნიშ ხარისხის სუნამოებს. Tom Ford-მა აღწერა Private Blend, როგორც მისი საკუთარი სურნელის ლაბორატორია. ეს კი Tom Ford-ის ყველაზე სკანდალური არომატია, რომელიც 2017 წელს შეიქმნა. სუნამოს ცხვირი არის შაიამალა მეზონ დაიუ, საერთაშორისოდ აღიარებული პარფიუმერი, რომელიც წარმოშობით მალაიზიიდანაა. ინიციო Parfum Privé დაარსდა საფრანგეთში 2015 წელს და ასეთ მცირე დროში შეძლო დაეკავებინა საპატიო ადგილი ნიშ პარფიუმერულ ინდუსტრიაში. ბრენდი საიდუმლოდ ინახავს კონკრეტული სუნამოს შემქმნელის ვინაობას. ეს ნაბიჯი, როგორც ჩანს, მათი მარკეტინგული მიდგომის ნაწილია. თუმცა ზოგადი ინფორმაციის აღით ვიცით, რომ კომპანია მუშაობს წამყვან პარფიუმერებთან, მათ შორის კონსტანტინე გუეროსთან, ალექსანდრა კოსინსკისთან, ლეგენდარულ ალბერტო მორილასთან და მორის რუსელთან. დღეისთვის კი სულ ეს იყო. აქვე გვინდა მადლობა გადავუხაროთ ჩვენს მომხმარებლებს მდობისთვის. მეტი საინტერესო ვიდეოსთვის კი არ დაგავიწყდეთ ჩვენი გვერდის გამოწერა.